უხეში გათვლებით საქართველოში 1,5 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული. ცხადია ჩდება კითხვა, ამ ავტომობილების რა რაოდენობაა დაზღვეული და რა რაოდენობა სარგებლობს კერძო დაზღვევით. ასევე ძალიან საინტერესოა რა ეტაპზე არის მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ და არა მხოლოდ ამ თემებზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელია ჩვენთან ერთად დევი ხეჩინაშვილი. ბატონო დევი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ სეზონს. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა თქვენი დროისთვის. არსებული მონაცემების ანალიზით დავიწყოთ, რადგან შევეხეთ ზოგადად ავტომობილების დაზღვევას. არსებული მონაცემებით 8%-მდე არის იმ ავტომობილთა რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით. პრინციპში ეს მაჩვენებელი თუ შევადარებთ გასულ წლებს გაზრდილი არის, თუმცა ზრდის ტემპი არის საკმაოდ დაბალი. პირველ რიგში რომ შევაფასოთ, რატომ არ ინტერესდებიან ამ ეტაპამდე კერძო დაზღვევით ავტომობილთა მესაკუთრეები და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა პროდუქტებზეც. მე ვფიქრობ, ეს ძალიან რთული კითხვა, რატომ არ ინტერესდებიან. ფაქტი არის ერთი, რომ ეს ციფრები იზრდება ნელა. ნელა რას ნიშნავს, რომ ძღოლების და სხვა მონაწილეების ავტოსაგზაო მოძრაობის დაცულობის დონე საქართველოში არის ძალიან დაბალი. და მეორე თემა არის ის, რომ ბიუჯეტს რო გეგმავს ადამიანი, პირველი როგორც წესი ფიქრობს ჯანდაცვაზე, მეორე იწყება უკვე საყვარელი მანქანის დაზღვევის ამბავი და ალბათ ეგრეც არის ხა ჯანმრთელობის დაზღვევით მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი სახელმწიფო სიკეთე, ხო, საყოველთაო პროგრამის და იმის მიიღო არის დაახლოებით 20% დაზღვეული. მანქანების სადღაც 8.5. აი ამ ნაწილში სულ ახლახანს შემხვდა ერთ-ერთი ასოციაციის ხელმძღვანელმა გააკეთა მსგავსი განცხადება, რომ ავტომფლობელები სადაზღვევო კომპანიებს არენდობიან და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ იზრდება ეს მაჩვენებელი. პირველ რიგში თუ იზიარებთ ამ პოზიციას და კითხვის მეორე ნაწილი, რამდენად შეიძლება იყოს ეს ასე და რა იყოს ამისი მიზეზი, რატომ შეიძლება არენდობოდნენ ავტომფლობელები სადაზღვევო კომპანიებს. იცით რა, ყოველთვის ძალიან რთულია შეფასება ისეთი თემის, როგორც არის უნდობლობა. უნდობლობა სადღაც უნდა ვლინდებოდეს. თუ ეს წმინდა ემოციაა, მაშინ ამაზე არ ძღირს ლაპარაკი. ეს ან უნდა იყოს ან რამე ობიექტური კვლევის შედეგი, სერიოზულის, ან ყველაზე მკაფიოდ უნდა ნახო რამდენია, თქვათ, მანქანა დაზღვეული, რამდენია სასამართლოში წასული საკითხი, რომელიც ვერ მოგვარდნენ, რამდენი წავიდა მედიაციაში, რამდენიმე იჩივლა ზედამხედველობაში და ასე შემდეგ. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ძალიან პატარა პროცენტია. ძალიან პატარა პროცენტია და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური კონფლიქტები ამ დროს არ არის დიდი. არის რასაკვირველია, ყველგან არის, სოფლიოში ყველგან არის, ყოველთვის არსებობს ესეთ სადაზღვევო ურთიერთობებში რაღაცა გაუგებრობები, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს იყოს ძირითადი мотиваცია. ძირითადი мотиваცია არ დაზღვევის საქართველოში დღემდე არის ის, რომ ჩვენ მაინც ეს კულტურა არ მოგდგამს ოჯახებში, არ მოგდგამს ბაბუებისგან ეს კულტურა, რომ იყო დაზღვეული, მანამ შეუდგებით, რამე საქმეა ეს ქუჩაში მანამ გაისეირნებ. ველოსიპედზე მანამ დაჯდები და შეიძლება სხვა დააზარავო. ასე რომ ეს თემები არსებობს, ამ თემებს პასუხს ცემს მთელი მსოფლიო სავალდებულო დაზღვევებით, იქ სადაც ეს სოციალურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ საქართველოში ამას საშუალება ვერ დაადგა. სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომელზეც მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ყველაფერი მზად არის ამ ნაწილში ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა გარკვეულწილად არის გაჭედილი ეს ინიციატივა. ერთის მხრივ რას შეცვლის ეს სადაზღვეო ბაზარზე და თქვენ ასევე კულტურა ახსენეთ, სადაზღვეო კულტურა. სადაზღვეო კულტურის ამაღლების თვალსაზრისით როგორ იმუშავებს ეს ინიციატივა, თუ შევიდა ძალაში და ამ ეტაპზე რა ინფორმაცია გაქვთ, სად არის გაჭედილი კანონპროექტი? დავიწყოთ აქედან. მართალია 20 წელია ვიბრძვით ამისთვის, მაგრამ დღეს ეტაპი სხვა არის. ადრე იყო ინიციატივები ინდუსტრიის, ჩვენი ზედამხედველობისაც კი ასე შემდეგ, რომლებიც მე ქრებოდა, სადღაც იკარგებოდა. დღეს მთავრობის
პროექტი არსებობს შესაბამისი კანონის, რომლებიც მთავრობის სტრუქტურებში არის შეთანხმებული, ეს ხო არ არის უბრალო ამბავი, უამრავი უწყებაა, რომელიც აქ იღებს მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე შემდეგ. ყველგან შეთანხმებული, ანუ ფაქტიურად არის მთავრობას აქვს გამზადებული კანონპროექტი, რომ წაიღოს პარლამენტში. ახლა უკვე არ არის საკითხი იმაზე, კარგია თუ არა, გამზადებულია. არის საკითხი, როდის წაიღებს. არ ვიცი, ხე მე ვერ გიპასუხებ ამ კითხვას. ახლა რა შეცვლის ეს, რატო ვცდილობთ ჩვენ ამის არგუმენტებს ამდენი წლის განმავლობაში? პირველი დაზღვევის კულტურის ამაღლების, დაზღვევის რეკლამის, დაზღვევის პოპულარიზების, რაც გინდა თქვით, საუკეთესო ინსტრუმენტია გადახდილი ზარალები. როდესაც 1.800.000 ავტომფლობელი შევა სადაზღვევო ურთიერთობაში და ჩვენი გათვლებით არა ნაკლებ 100.000 მიიღებს სადაზღვევო ანაზღაურებას და იმედი მაქვს მიიღებს სწრაფად და არაბიუროკრატიულად. ეს არის ძალიან კარგი რეკლამა დაზღვევის, ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ოჯახებმა იგრძნონ, რომ დაზღვევა მათ სასარგებლოდ არის და მე იფიქროს სხვა რამესაც. ეს გზა გაიარა უკლებლივ ყველა ქვეყანამ. უკლებლივ ყველა ჩვენ გვიჭირს ამ გზის შედგომა. აი ეს არის მთელი პრობლემა. აი ამ ნაწილსაც შევეხოთ, რატომ გვიჭირს და სად არის გაჭედილი კანონპროექტი. ახლა თავის დროზე შეიძლება ახლა დღეს უკვე აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ მთავრობამ ეს ამბავი თავისთვის ჩემი აზრით გადახარშა, პროექტი დაწერა და უდევს გამზადებული. ანუ მე ვეღარ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უნდა არ უნდა, ფიქრობს კარგია თუ არა. ამიტომ ეს ახლა დღეს სალაპარაკო თემა აღარ არის, მაგრამ საერთოდ ყოველთვის იყო ეს თემა ისე, რომ მე კაცი რო ვაიძულო, ის კმაყოფილი არ იქნება ჩემი. ესე იყო წლების განმავლობაში. ცოტა დრო დაგვრჩა ბატონო დევი და ერთ-ერთ ძალიან გავრცელებულ და ალბათ საჭირო პროდუქტსაც მინდა შევეხო. ჯანმრთელობის დაზღვევა მაქვს მხედველობაში. ამ ნაწილში სფეროს წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს პოზიციები გაყოფილია. სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის ეგრეთ წოდებული დაშენებული დაზღვევების აკრძალვა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის შემოღებული, ხოლო სახელმწიფო გარკვეულწილად ამ ნაწილში რაღაც მდგომარების პოზიცია ყოველ შემთხვევაში კონკრეტულ განცხადებებს ამ ნაწილში ვერ ვისმენთ. პირველ რიგში რას შეცვლის ამის დაშვება და იგივე პოლისების რაოდენობის, გაყიდული პოლისების რაოდენობის ჩართვის თვალსაზრისით მოლოდინები როგორი გაქვთ, რამდენად შესაძლებელია გაიზარდოს ეს მაჩვენებელი. კი ბატონო. პირველი ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ესო ესმოდეს ადამიანებს. საქართველოს მოსახლეობის ნახევარს აქვს შესაძლებლობა ვისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების და ის რაც იქ არ აკმაყოფილებს, ის რაც იქ არ იფარება, იგივე კარგი ამბულატორია, კარგი ინსტრუმენტული კვლევა, სტომატოლოგი შეივსოს სადაზღვევო იმიდან. და მეორე ნახევარს ამას უგრძალავენ. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ყოველგვარი, ანუ ის ადამიანი, რომელიც დოვლას ქმნის ამ ქვეყანაში, იხდის გადასახადებს, შრომობს, ოჯახს არჩენს, ასე შემდეგ, იმან თუ გაბედა და სადაზღვევო პროდუქტი იყიდებს, დაკარგავს საყოველთაო ჯანდაცვას. ამის არგუმენტი წლების განმავლობაში ჩვენ არ გაგვიგია. შეიძლება აქვს არგუმენტი მთავრობას, რომელსაც ესე არ ამჟღავნებს, მაგალითად ფიქრობს, რომ საბიუჯეტო ხარჯები გაიზრდება. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით შემცირდება, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ვერ ერევიან წამლისთვის, იმისთვის, დადიან მე მუნიციპალიტეტებიდან გამოაქვს დაფინანსებები, რეფერალური პროგრამებიდან. ასე შემდეგ, ასე პირიქით ეს ნაწილი მოაკლდება. რაც შეეხება რამდენი, ეგ ამის ახლა წინასწარ პროგნოზირება რთულია, რა შეიძლება დავინახოთ. დაახლოებით კორპორატიულ გაყიდვებს რო უყურებთ, სადღაც კომპანიებში 30-40% არის მაინც ადამიანების, რომლებიც უარს ამბობენ კორპორატიულ დაზღვევაზე, რათა არ დაკარგონ საყოველთაო. აი ამ ადამიანებს ნამდვილად დაეხმარება და დანარჩენს ნელ-ნელა მოედება და მთავარი ხო რა არის? ეფექტური ჯანდაცვა. არის, როცა ჯიბიდან გადახდა არის მინიმალური. ჩვენ დღეს ამ რეგულაციით საქართველოს ნახევარს ვუბიძგებთ იმით, რომ ჯიბიდან იხადონ ფული. კი ბატონო. ბატონო დევი, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად საინტერესო ანალიზისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დევი ხეჩინაშვილი საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით სადაზღვევო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.